მოგესალმებით, ჩემოძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ტრადიციისამებრ ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. 3 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. გარშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად მოგიზიდავთ და მოდით ახლა დავარიგოთ ვარიანტები. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და ნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 3 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით და რა ელოდება მეორე ვარიანტს 3 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი და ფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს. მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ამ ერთი კვირის განმავლობაში კვირის ენერგიები თქვენთვის პირველი ვარიანტი ამოვიდა როგორც არკანი ვარსკვლავის. სხვათა შორის ბოლო პერიოდის განმავლობაში საჯარო გაშლებშიც და პირად კონსულტაციებშიც ძალიან ხშირად მოხდება კონკრეტულად ეს არკანი და ნახეთ კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ ის რომ პირველი ვარიანტი თქვენ გადადიხართ რაღაც ახალ საფეხურზე, აქ მოდის მეტი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი გარეგნობის მიმართ, საკუთარი სხეულის მიმართ, საკუთარი მიღწევების მიმართ. თითქოს მეტად გიყვარდებათ საკუთარი თავი. აი რაღაც ასეთ ენერგიებს ვხედავ. და პლუს ამასთან ერთად ვხედავ იმასაც, რომ შეძლებთ ცოტა სხვანაირად შეხედოთ საკუთარ თავს. უფრო ისეთი თვალებით, უფრო შეყვარებული თვალებით შეძლებთ, რომ შეხედოთ საკუთარ თავს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, არ აქვს მნიშვნელობა არც თქვენს ასაკს და არც არაფერს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ზოგ თქვენგანთან შესაძლოა ახდეს რაღაც ასრულდეს რაღაც თქვენი სანუკვარი სურვილი ამ ერთი კვირის განმავლობაში ან დაიწყოს ასრულება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს 3 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით ერთი კვირის განმავლობაში. პენტაკლების 7-იანი და კვერთხების 7-იანი. ორი 7-იანი ამოვიდა მეგობრებო. აქ მე ვხედავ რაღაც ბრძოლას საკუთარ თავთან, საკუთარ ჩრდილებთან, რაღაც ისეთ ენერგიებს, სადაც თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდით საკუთარ თავს, იმისათვის რომ რაღაც კონკრეტულს მიაღწიოთ, რაღაც კონკრეტული რომ მიიღოთ, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში შეძლებთ გაიაზროთ და შეძლებთ დაინახოთ ის, რომ რასაც თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდით, რისთვისაც იბრძოდით, ეს ყოველივე უკვე დიდი ხანია, რაც თქვენში არის. თქვენ აუცილებლად დაინახავთ საკუთარ თავში რაღაც სრულიად ახალს. სრულიად ახალს და სრულიად მშვენიერს პირველი ვარიანტი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აქ უფრო სულიერ პროცესებზე არის კონცენტრაცია. კიდევ ერთი არკანით მინდა ვნახო, თასების 3-იანი. მეტი კომუნიკაცია როგორც საკუთარ თავთან, ასევე ირგვლივ მყოფებთან. სხვათა შორის აქ არის შანსი იმისა, რომ ვიღაც ახალი ადამიანები გაიცნოთ. ზოგადად გირჩევდით, რომ მეტი ყურადღება მიაქციოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს სოციალიზაციას, ადაპტაციას სოციუმში. თუმცა მიუხედავად ამისა, არავის არ მისცეთ ზედმეტის უფლება თქვენთან მიმართებაში. აქ შეიძლება წამოვიდეს თქვენკენ რაღაც ბოროტული კომენტარები, რაღაც ნეგატიური სიტყვები, თავისი ჭუით ცინიკურობები, შეიძლება გითხრან ზოგ-ზოგი ერთება, მაგრამ დაიცავით თქვენი პირადი სივრცე. არა აგრესიით, არა ჩხუბით, არამედ მაქსიმალურად დიდი სიწყნარით. პლუს ამასთან ერთად აქ აშკარად ხედავ, რომ ზოგი თქვენგანი ავტომატურად ყველა ადამიანში ხედავს მებრძოლს, ყველა ადამიანში ავტომატურად მტერს ხედავს რაღაც გარკვეული ტრამვების გამო, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი მტერი არ არის და ძალიან ხშირად ადამიანები როგორც კარგს, ასევე ცუდსაც საკუთარი სარგებლის გამო ამბობენ სამწუხაროდ. მე არ ვამბობ, რომ ეს სწორი არის და ასე უნდა იყოს, უბრალოდ სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობა ასე არის მოწყობილი. ამიტომაც აკეთეთ მხოლოდ ის, რაც თქვენ გსურთ.
სხვებს არ აქვს მნიშვნელობა. დიახ, ზედმეტი სუფლება სხვებს არ მისცეთ, მაგრამ არ მისცეთ წყნარად და ელეგანტურად. არ არის საჭირო ზედმეტი აგრესიები. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და მოდით ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. პირველი ვარიანტი ძალიან სიღრმისეული კვირა გელოდებათ. და მეორე ვარიანტი, აქაც უფროსი არკანი კოშკი ამოვიდა. მეგობრებო, სასწაული არის პირდაპირ პირველ ვარიანტზე არკანი ვარსკვლავი და მეორე ვარიანტზეც უფროსი არკანი კოშკი. ნუ მეორე ვარიანტი თქვენთვისაც საკმაოდ საბედისწერო კვირა მოვიდა. თუმცა თქვენ შემთხვევაში აქ მე ვხედავ რაღაც ძალიან უცაბედ მოულოდნელ ცვლილებებს რომლებიც უკვე დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო თქვენს რეალობაში, მაგრამ არ ხდებოდა ამა თუ იმ მიზეზების გამო და ამ ერთი კვირის განმავლობაში ეს ცვლილებები მოხდება ძალიან სწრაფად, უცაბედად და თქვენთვის მოულოდნელად. აქ იქნება ფუნდამენტალური ჩამოშლა თქვენი ძველი ვერსიისა. ეს შეიძლება ნამდვილად არ იყოს სასიამოვნო, ზოგისთვის ეს იქნება საკმაოდ მტკივნეულიც კი. თუმცა არ არის აუცილებელი ტკივილით ახსავსე მომენტები იყოს, ხო? ბევრისთვის ეს შეიძლება იყოს სამსახურის ცვლილება, ან უბრალოდ ადგილმდებარეობის შეცვლა, ხო? ანუ არაფერი ნეგატიური. ზოგადად აქ რაღაც ნეგატივს მაინც და მაინც ვერ ვხედავ სიმართლე გითხრათ, უბრალოდ ზოგისთვის საკმაოდ მტკივნეული რაღაც შეიძლება იყოს. კარგით, მოდით დავაზუსტებ, რას ეხება ეს კოშკი, აბა რა სფეროს ეხება. თქვენთვის ეს კოშკი, მეორე ვარიანტი. არკანი სამყარო, არკანი ხმლების ტუზი, არკანი კვერთხების დედოფალი. ნუ ეს კოშკი აშკარად ეხება თქვენს მსოფლ მხედველობას, თქვენს შინაგან ცვლილებებს. ეს ნაკლებად არის რაღაც გარე ცვლილებები, ეს არის უფრო მეტად შინაგანი ცვლილებები, მსოფლ მხედველობის გაფართოება. დიდი შანსია გაიგოთ მაგალითად რაღაც ძალიან მწარე და არასასიამოვნო სიმართლე, ან არა გაიგოთ, არამედ გაიაზროთ, ხო? ასევე არის შესაძლებელი, რომ რაღაც არც სასიამოვნო ინფორმაციები გაიგოთ თქვენი წარსულის შესახებ, ან კონკრეტული ადამიანის შესახებ თქვენი წარსულისგან. შესაძლოა კონკრეტული კვერთხების დედოფალიც კი გამოიჭიროთ რაღაც გარკვეულ ტყუილებში, რაღაც გარკვეულ გველობაში თქვენ ზურგს უკან. თუმცა რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება. მაგრამ გავიმეორებ, ეს არკანი კოშკი გამოიხატება ძირითადად შინაგანად. თქვენ რაღაც ახალს ან გაიაზრებთ, ან მიხვდებით, ან ვიღაც რაღაც ისეთ სიტყვებს გეტყვით, რაც ერთის მხრივ იქნება ძალიან მწარე, ძალიან არასასიამოვნო და ძალიან მტკივნეული, მაგრამ ამავდროულად დაგეხმარება თქვენი ცნობიერის და თქვენი მაგიური ცნობიერის გაფართოებაში. აქ ჩანს თქვენი მსოფლ მხედველობის ზრდა. ეს არ არის რაღაც უბრალოდ ტკივილი, ეს არის ზრდა, როგორც ტკივილი. თუმცა გავიმეორებ, ყველასთვის ტკივილი შეიძლება სულადაც არ იყოს, ხო? ვიღაცისთვის ეს იქნება ოდნავ არასასიამოვნო, ვიღაცისთვის საკმაოდ მტკივნეული. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, კიდევ რა ელოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში მეორე ვარიანტს. ნახოთ აბა. სხვათა შორის თქვენს რეალობაში მიუხედავად ამ ტკივილისა შემოდის მეტი თავდაჯერებულობა, მეტი მოტივაცია, მეტი მაგიურობა. არკანი ჩამოკიდებული კაცი, მეორე ვარიანტი რა ხდება თქვენთან? ძალიან საინტერესო კვირა გელოდებათ, ახსავსე ტრანსფორმაციებით, მოულოდნელი ცვლილებებით, მოულოდნელი სხვათა შორის ინიციატივებით. დავამატოთ კიდევ არკანები. არკანი იმპერატორი კაცი. ღმერთო ჩემო. უფროსი არკანები, კოშკი, სამყარო, ჩამოკიდებული კაცი, იმპერატორი კაცი. მოდით ვიქნები პირდაპირი, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ბევრ თქვენგანთან რეზონირდება როგორც კონკრეტული მამაკაცისგან ძალიან მოულოდნელი ინიციატივა, სადღაც ძალიან ბოროტი და ძალიან უხეში სიტყვები, ძალიან მწარე და არასასიამოვნო რაღაც აღიარებები სიუხეში. შესაძლოა აქ სხვათა შორის იყოს კონკრეტულ ადამიანთან კომუნიკაცია, რომელიც ადამიანი არ იყოს ბოროტულად განწყობილი, ხო, მაგრამ ძალიან მტკივნეული რაღაცეები გითხრათ, რაღაც ისეთი, რაც თქვენ ძალიან არ გსიამოვნებთ, ძალიან არ მოგწონთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს საჭირო არის თქვენი ზრდისთვის და თქვენ აუცილებლად შეძლებთ, რომ ამ სიტუაციას შეხედოთ სრულიად სხვანაირად. თქვენ აუცილებლად შეძლებთ, რომ ეს მტკივნეული სიტუაცია, ეს მტკივნეული კოშკი
გადააქციოთ თქვენი ზრდის წერტილად, თქვენი თავდაჯერებულობის წერტილად. თავისით ამოხდა თასების რვიანი. თასების რვიანი. აქ იცით ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მძლავრი ცვლილებები იქნება თქვენში. ნამდვილად არ დაგასვენებთ ეს კვირა, პირდაპირ გეტყვით. ბევრი მოულოდნელი მოვლენა მოხდება, როგორც კარგი, ასევე არც სასიამოვნოც, მაგრამ ყველაფერი იქნება თქვენი შინაგანი ზრდისთვის. და რვიანი ამოხდა. ყველას არ ეხება ახლა რასაც ვიტყვე, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, აი 1 ნოემბერი უკვე გავიდა, ხო? ყურადღება მიაქციეთ 4 ნოემბერს და 8 ნოემბერს. რატომღაც ასეთი ინფორმაციის გაჟღერება მინდოდა. კიდევ ერთი არკანის დამატება მინდა, თქვენთვის მეორე ვარიანტი. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება თქვენს რეალობაში კვერთხების 4-იანი. კი ბატონო, 4-იანს მიაქციეთ ყურადღება. განსაკუთრებით 4-იანს. 2 4-იანი და 1 რვიანი ამოვიდა. კვერთხების 4-იანი თქვენს რეალობაში მიუხედავად ყველაფრისა შემოვა მეტი სტაბილურობა, მეტი თავდაჯერებულობა. უბრალოდ აქ ამ ერთი კვირის განმავლობაში მოხდება ის, რაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში უნდა მომხდარიყო. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით, ძალიან სიღრმისეული, საინტერესო გაშლა იყო ორივე ვარიანტი, ორივეს ძალიან მძლავრი სულიერი კვანტური ნახტომები გელოდებათ წინ. დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.